თუ არ არსებობს მე, ვინ იბადება ხელახლა? ბუდიზმის პასუხია ის, რასაც ბევრი ადამიანი უეჭველად სჯერა. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს შიგნით ვიღაც გვიყურებს, გრძნობს, ფიქრობს, არის მე, მუდმივი მე. სარკეში ვიყურებით და ვამბობთ, ეს მე ვარ. გვესმის ჩვენი სახელი და ვპასუხობთ. დიახ, ეს მე ვარ. თვალის ეს შეგრძნება ყველგან მოგყვება. ეს ისეთი ბუნებრივია, ისეთი რეალური და ბევრ კულტურაში ეს იდეა კიდევ უფრო ღრმაა. ზოგი ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს სული, ერთგვარი უხილავი ბირთვი, რომელიც არასდროს იცვლება. როდესაც სხეული კვდება, ეს სული გადადის, შესაძლოა სხვა ცხოვრებაში ან სხვა სამყაროში, მაგრამ შემდეგ ჩნდება გამოცანა. ბუდიზმი არ ასწავლის, რომ ჩვენ გვაქვს სული. სინამდვილეში ის საპირისპიროს ასწავლის. ბუდა ასწავლიდა რაღაც წყნარ, მაგრამ ძლიერს, რომ შიგნით არ არსებობს მუდმივი მე, არც მყარი თვალი, რომელიც მარადიულად ცოცხლობს. ეს იდეა ცნობილია როგორც ანა და არც მე. და თუ ეს მართალია, მაშინ ჩნდება კითხვა. თუ არ არსებობს მე, ვინ იბადება ხელახლა? თავიდან ეს დამაბნევლად ჟღერს, შესაძლოა უცნაურადაც კი, მაგრამ ბუდამ არ დაგტოვა სიბნელეში. მან ძალიან მკაფიო პასუხი გაგვცა, რომელიც არ გთხოვს ბრმად დაჯერებას, არამედ საკუთარი გამოცდილების ყურადღებით შესწავლას. დავიწყოთ იმით, თუ რისგან ვართ სინამდვილეში შექმნილნი ბუდას სწავლების მიხედვით. პირველი თავი. რისგან ვართ შექმნილნი? ბუდამ შეგვახსენა, რომ ის, რასაც ადამიანს ვუწოდებთ, არ არის ფიქსირებული რამ. ეს არ არის ერთი მხარი ობიექტი და ის არ ეკუთვნის არაფერს შიგნით. არ არსებობს უცვლელი მე, რომელიც მას ყველაფერს ერთად აკავებს. ის, რაც ჩვენ ვართ, თქვა მან, არის პროცესი, ნაწილების ნაკადიანი, მოძრავი ერთობლიობა, როგორც მდინარე, რომელიც არასდროს წყვეტს მოძრაობას. ამ ნაწილებს ხუთი აგრეგატი ეწოდება. პალის ენაზე მათ სკანდა ან ხანდა ეწოდება. პირველი არის რუპა, სხეული, ფიზიკური ფორმა, კანი, ძვლები, სისხლი და გრძნობის ორგანოები, რომლებიც სამყაროს იღებენ. მეორე არის ვედანას გრძნობები, არა მხოლოდ ემოციები, არამედ სასიამოვნო, უსიამოვნო ან ნეიტრალური ნედლი გრძნობა. ეს ხდება ყოველ ჯერზე, როცა ვხედავთ, გვესმის. ვეხებით ან ვფიქრობთ. ზოგიერთ მომენტში კარგად ვგრძნობთ თავს, ზოგიერთში ცუდად, ზოგიერთში კი საერთოდ არაფერს ვგრძნობთ. მესამე არის სანა, აღქმა. ეს არის გონების ის ნაწილი, რომელიც ამოიცნობს და ასახელებს იმას, რასაც განვიცდით, როდესაც ცეცხლს ვხედავთ და ვიცით, რომ ეს საშიშია. ეს არის აღქმა. როდესაც გვახსოვს სახე ან ვცნობთ ხმას, სწორედ ეს პროცესი მუშაობს. მეოთხე არის სანქარას გონებრივი წარმონაქმნები. ეს მოიცავს ჩვენს ჩვევებს, აზრებს, გადაწყვეტილებებს და განსაკუთრებით განზრახვებს. ეს ღრმად არის დაკავშირებული კარმასთან, სხეულის, მეტყველებისა და გონების მოქმედებებთან, რომლებიც აყალიბებენ ჩვენს მომავალს. მეხუთე არის ვინანა, ცნობიერება. ეს არის ცნობიერება, რომელიც განიცდის ყველა სხვა აგრეგატს. ის არ დგას მარტო. ის დამოკიდებულია პირობებზე. ცნობიერება ხედვისას განსხვავდება ცნობიერებისგან მოსმენის ან აზროვნებისას. ეს ხუთი არ არის სტატიკური. ისინი ყოველთვის იცვლებიან, ყოველთვის მოძრავები არიან. არც ერთი მათგანი არ არის საკუთარი თავი. არც ერთი მათგანი არ არის ხანგრძლივი. ბუდამ ისინი შეადარა ცეცხლს ან ნაკადულს. ისინი წარმოიქმნება, იცვლება და გადის წამიდან წამამდე, მაგრამ ჩვევის გამო. ჩვენ ვეჭიდებით, მათ საკუთარებად ან საკუთარებად აღვიქვამთ. ეს მიჯაჭვულობა ქმნის დაბნეულობას და ტანჯვას. ამიტომ, როდესაც ვეკითხებით, ვინ ვარ მე, ბუდისტური სწავლების თანახმად არ არსებობს ერთი რამ, რაზეც შეგვიძლია მივუთითოთ და ვთქვათ. ეს ნამდვილად მე ვარ. უბრალოდ არსებობს სხეულისა და გონების ეს ნაკადი, რომელიც მუდმივად იცვლება, მუდმივად მოძრაობს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საერთოდ არ ვარსებობთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვარსებობთ ისე, როგორც ჩვეულებრივ წარმოგვიდგენია. ფიქსირებული მეს იდეა არის ის, რასაც ჩვენ ამ პროცესს ვამატებთ. ეს არის იარლიღი, გონებრივი მალსახმობი. ის გვეხმარება დღის გადატანაში. მაგრამ ეს არ არის ღრმა ჭეშმარიტება და სწორედ აქ იწყება გაგება. როდესაც ვწყვეტ შინაგანი მხარი მეს ძიებას, ვიწყებთ ნათლად დანახვას. ვიწყებთ იმის შემჩნევას, თუ როგორ მუშაობს სინამდვილეში ყველაფერი. ეს არის პირველი ნაბიჯი, იმის გაგება, რისგან ვართ შექმნილნი, არა როგორც ფიქსირებული ადამიანი, არამედ როგორც ცვალებადი პირობების ნაკადი. სხეულის გრძნობების, აღქმების, აზრებისა და ცნობიერების მშვენიერი დროებითი ცეკვა. არც ნივთი, არც სული, უბრალოდ ისე, როგორც ყველაფერი მოძრაობს.
მეორე თავი. რატომ ხდება ხელახალი დაბადება? ადამიანების უმეტესობა ცხოვრებას სწორ ხაზად აღიქვამს. იბადები, ცოცხლობ, შემდეგ კი კვდები. სულ ესა. ისტორია მთავრდება, მაგრამ ბუდას თქმით, ის ამით არ მთავრდება. ის, რასაც სიკვდილს ვუწოდებთ, უბრალოდ თავის შესვენებაა გაცილებით გრძელ ისტორიაში, რომელსაც ჩვეულებრივ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ რომელიც განუწყვეტლივ მეორდება. ეს ციკლი ცნობილია როგორც სამსარა, არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ დაბადებით დაბერების განმეორებითი გამოცდილება. სიკვდილი და შემდეგ ხელახლა დაბადება, ბორბალი, რომელიც განუწყვეტლივ ბრუნავს. ბუდამ ხელახალი დაბადება არ ასწავლა, როგორც რწმენა, რათა დაგვემშვიდებინა. მან ეს აღწერა, როგორც რეალობის მოქმედების ნაწილი. პალის ენაზე სიტყვა აპუნაბჰავა, რაც ნიშნავს ხელახლა დაბადებას, ეს არ არის მხოლოდ პოეტური ფრაზა. ის მიუთითებს ძალიან კონკრეტულ პროცესზე. ცხოვრება არ იწყება თავიდან მაგიის ან საიდუმლოების გამო. ის გრძელდება იმიტომ, რომ რაღაც მუდმივად ავსებს მას. ეს საწვავი ჩვენშია. ეს არ არის სული ან სული. ეს არის ის, რასაც ჩვენ წამიდან წამამდე ვაკეთებთ და საწვავს ვნატრობთ. პალის ენაზე ტანხას ლტოლვა ღრმა, მუდმივი წყურვილია. ჩვენ გვსურს, თავი კარგად ვიგრძნოთ, თავი ავარიდოთ ტკივილს, ჩავეჭიდოთ, გავხდეთ ვინმე, არ გავხდეთ რაღაც. ჩვენ გვსურს უსაფრთხოება, გვსურს იდენტობა, გვსურს არარსებობაც კი. და ყოველ ჯერზე, როცა ამ ლტოლვით მოქმედებთ, ეს კვალს ტოვებს. ამ კვალს კარმა ეწოდება. ჩვენი სხეულის, მეტყველებისა და გონების განზრახული ქმედებები. ახლა ეს სიტყვა კარმა დღესდღეობით ხშირად გამოიყენება, მაგრამ ბუდიზმში მას ძალიან კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. კარმა არ არის რაღაც იდუმალი სასჯელის სისტემა. ეს არის მიზეზი და შედეგი. თუ თესლს დარგავთ, ის გაიზრდება, თუ იქ შესაბამისი პირობებია. სწორედ ამას აკეთებენ ჩვენი აზრები, ჩვენი სიტყვები და ჩვენი არჩევანი. ისინი თესლს თესავენ. ზოგი სწრაფად იზრდება, ზოგი მიძინებულია, მაგრამ ენერგია არ ქრება. ეს განზრახვის თესლი, ლტოლვით ამოძრავებული, არ ქრება. როდესაც სხეული კვდება, ისინი აყალიბებენ იმას, რაც შემდეგ მოხდება. ისინი იწვევენ გამოცდილების გაგრძელებას, ისევე როგორც ცეცხლი გადადის ერთი სანთლიდან მეორეზე. არა იმიტომ, რომ რაღაც მოგზაურობს, არამედ იმიტომ, რომ პირობები გადაეცემა. ასე ბრუნავს ხელახალი დაბადების ბორბალი. ხელახალი დაბადება არ ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ, ან იმიტომ, რომ სამყარო მოგვანიჭა. ეს ხდება იმიტომ, რომ ლტოლვა გამუდმებით გვეჩიმება და კარმა განუწყვეტლივ მიედინება. გონება არ ჩერდება. ის გამუდმებით ისწრაფვის და ის, რასაც ის ისწრაფვის, შემდეგ ნაპერწკალად იქცევა. არ არსებობს სული, რომელიც ერთი ცხოვრებიდან მეორეში ხდება, მაგრამ არსებობს უწყვეტობა. მიზეზებისა და პირობების ნაკადი, რომელიც მუდმივად მიედინება და მუდმივად ცვლის ამ ნაკადს. ლტოლვა მას ატარებს და კარმა აყალიბებს. ეს არ არის ნივთი, ეს პროცესია. ალი, რომელიც ერთი ჩირაღდნიდან მეორეზე გადადის. ბუდამ ეს მიუთითა არა როგორც ჩვენი შესაშინებლად, არამედ იმისთვის, რომ დაგვეხმაროს ნათლად დავინახოთ, რადგან როგორც კი გავიგებთ, თუ როგორ ბრუნავს ბორბალი, ასევე შეგვიძლია გავიგოთ, თუ როგორ შევაჩეროთ იგი. მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ, როგორ მუშაობს პროცესი სინამდვილეში, არა როგორც თეორია, არამედ როგორც რაღაც, რაც ყოველ მომენტში ცხოვრობს. სწორედ აქ წავალთ შემდეგ. მესამე თავი. როგორ მუშაობს ხელახალი დაბადება სინამდვილეში, პროცესი. ადვილია წარმოვიდგინოთ ხელახალი დაბადება, როგორც რაღაც იდუმალი ან შორეული, რაღაც, რაც სიკვდილის შემდეგ ხდება სადმე სხვაგან. მაგრამ ბუდამ ეს არ აღწერა, როგორც გრანდიოზული დრამატული ნახტომი. ის ასწავლიდა, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და არა ჯილდო, არა სასჯელი, არამედ მიზეზებისა და პირობების შედეგი, განსაკუთრებით იმ მიზეზებისა და პირობების, რომლებსაც ჩვენ საკუთარი გონებით ვქმნით. ამ პროცესის მამოძრავებელი ძრავა კარმაა, მაგრამ არა კარმა ისე, როგორც ამაზე ადამიანების უმეტესობა საუბრობს. ბუდამ კარმა არ ასწავლა, როგორც რაიმე სახის კოსმიური ქულების დაფა. საქმე არ ეხება ბალანსს ან შურისძიებას. საქმე განზრახვას ეხება. მან გამოიყენა სიტყვათ ცეტანა, ნება ჩვენი აზრების, სიტყვებისა და ქმედებების უკან. სწორედ ეს რგავს თესლს. რაც უფრო მეტად მოქმედებთ რისხვის ან დაბნეულობის სურვილით, მით უფრო იზრდება ეს მიდრეკილებები. და რაც უფრო მეტად ვმოქმედებთ სიცხადით, სიკეთით ან სიბრძნით, მით უფრო ღრმავდება ეს ნიმუშებიც. კარმა მოქმედებს როგორც თესლის დათესვა მინდორში. ზოგიერთი თესლი სწრაფად იზრდება, ზოგს დროს სჭირდება, მაგრამ არც ერთი მათგანი უბრალოდ არ ქრება.
ისინი გონების ველში რჩება. ისინი გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ ხედავთ, როგორ ვგრძნობთ თავს, როგორ ვრეაგირებთ. და როდესაც შესაფერისი პირობები იქმნება, ისინი მწიფდებიან არა როგორც რაიმე ჯადოსნური მოვლენა, არამედ როგორც ჩვენი შემდეგი გამოცდილების მომენტი, თუნდაც ჩვენი შემდეგი ცხოვრება. მაგრამ აი, რა ნაწილი ავიწყდებათ ბევრ ადამიანს. არ არსებობს ფიქსირებული მე, რომელიც ფლობს ამ თესლებს. ბუდას სწავლების თანახმად, არავინ ატარებს მათ ჩანთაში მთელი ცხოვრების განმავლობაში. გონება არ არის ერთი რამ, ეს არის ნაკადი, გონებრივი მომენტების მიედინება თანმიმდევრობა. პალის ენაზე ამას ეწოდება სიტა სანტატი, ცნობიერების უწყვეტობა. თუთიდან მომენტამდე ის მოძრაობს წარსული განზრახვების მიხედვით, ხვდება აწმყო პირობებს, ქმნის მომავალ გამოცდილებას და ისევე, როგორც მდინარეს არ სჭირდება დაფარული სული მოძრაობის გასაგრძელებლად. გონების ნაკადი მიედინება მუდმივი მე საჭიროების გარეშე. ხოველი მომენტი მიდის შემდეგამდე, ისევე როგორც ტალღა წინ მიიწევს. ის, რაც მოძრაობს, არ არის ნივთი, არამედ პროცესი, რომელსაც მიზეზები მართავს. როდესაც ეს ცხოვრება დასასრულს უახლოვდება, არის ცნობიერების ბოლო მომენტი. ბუდამ მას უწოდა კუტიჩიტა, სიკვდილის გონება. ეს მომენტი ხალიბდება ჩვენი ღრმა კარმული მიდრეკილებებით. ის შემთხვევით არ ირჩევს, ის იხრება ჩვენს მიერ გამომუშავებული ყველაზე ძლიერი ჩვევებისკენ, განსაკუთრებით იმ ჩვევებისკენ, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს საბოლოო აზრებთან და ემოციებთან. შემდეგ კი, შესვენების გარეშე, ჩნდება ცნობიერების ახალი მომენტი. ამას ეწოდება პატისანდჰი ვინანა, დამაკავშირებელი გონება. ეს არ არის სულის ახალ სხეულში ხტომა. ეს არის ნაკადის შემდეგი ნაბიჯი. ბუდამ შეგვახსენა, რომ ეს გადასვლა არ კონტროლდება გარე ძალის მიერ. ეს არის მიზეზისა და შედეგის ბუნებრივი გაშლა. როგორც ერთი სანთლის მეორისგან დანთებისას, ალი გრძელდება, მაგრამ ის იგივე არ არის, ან როგორც ბეჭედის თბილ ცვილში დაჭერა. ფორმა გრძელდება, მაგრამ არაფერი ფიზიკური არ მოძრაობს. ასევე არსებობს ექოს გამოსახულება. ხმა, რომელიც ექოს წარმოქმნის, ქრება. მაგრამ ხმა მოგზაურობს ან ტალღა ზღვაზე, ის მოდის წინა ტალღებიდან, რომლებიც ჩამოყალიბებულია ქარისა და წყლის სიღრმის მიერ, მაგრამ ყოველთვის ახალი, ყოველთვის მოძრავი. ხელახალი დაბადება ასეთია. ეს არ არის ის, რასაც ადამიანი გადის. ეს არის ის, რაც ხდება პირობების გამო. სწორედ ამიტომ ბუდა არასდროს საუბრობდა მუდმივ არსზე, რომელიც ცხოვრებიდან ცხოვრებაში გადადის. ის არასდროს მიუთითებდა ნამდვილ მეზე, რომელიც ჩვენში იმალება. ის საუბრობდა პროცესებზე, გონებრივ ჩვევებზე, რეაქციებზე, ენერგიებზე, რომლებიც გრძელდება, როდესაც ჩვენ ნათლად ვერ ვხედავთ. და ეს უწყვეტობა, რომელსაც სურვილი აძლიერებს და კარმა აყალიბებს, არის ის, რაც იწვევს ხელახლა დაბადებას. მაგრამ როდესაც ამას ნათლად ვხედავთ არა როგორც თეორიას, არამედ როგორც რაღაცას, რაც ახლა ჩვენს გონებაში ცხოვრობს, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავინახოთ რაღაც სხვა თავისუფლებისკენ მიმავალი გზა. რადგან თუ ხელახლა დაბადება პროცესია და არა სასჯელი, მაშინ ჩვენ ასევე შეგვიძლია ვისწავლოთ, თუ როგორ შევწყვიტოთ მისი კვება. ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ ცეცხლის გაღვივება. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვიდეთ ბორბლიდან. თავი მეოთხე. ხელახალი დაბადება ახლა ხდება. ჩვენ აღორძინება აღვიქვით, როგორც პროცესი, რომელიც აკავშირებს ცხოვრებას მიზეზებით. ახლა მოდით განვიხილოთ თავად ამ პროცესის ბუნება. როგორც ის მოქმედებს არა მხოლოდ სიცოცხლეებს შორის, არამედ ამ ცხოვრებაში. ბუდა ასწავლიდა, რომ ხელახლა გახდომის, წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის ეს დინამიკა ჩვენი მომენტიდან მომენტში არსებობის ქსოვილია. ბუდა ასწავლიდა, რომ ჩვენი ხოველი გამოცდილება, ხოველი აზრი, ხოველი გრძნობა, სხეულის ან გონების ხოველი მოძრაობა არ არის ფიქსირებული ან მხარი. ის წარმოიქმნება, რჩება მხოლოდ ცოტა ხნით და შემდეგ ქრება. ეს აღზევება და დაცემა ძალიან სწრაფად ხდება. ჩვენ ჩვეულებრივ ვერ ვხედავთ ამას. უბრალოდ ვგრძნობთ, რომ აქ ვარ და ამაზე ვფიქრობ, ან იმას ვგრძნობ. მაგრამ ამ შთაბეჭდილებების ქვეშ იმალება ცვლილებების სწრაფი ნაკადი. დაბადებისა და სიკვდილის მუდმივი ნაკადი უმცირეს დონეზე. პალის ენაზე ამას ხანიკა მარანას მომენტალურ სიკვდილს უწოდებენ. თითოეული ფსიქიკური მდგომარეობა, ხოველი გულისცემა, ხოველი სუნთქვა ამ უწყვეტი პროცესის ნაწილია. ჩნდება აზრი, რჩება წამის მეასედ და ქრება. შემდეგ მოდის კიდევ ერთი და კიდევ ერთი. იგივე ეხება ჩვენს ემოციებს. შეიძლება ახლავე იგრძნოთ ბედნიერება, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ. წუხილი შემოგეპარებათ, შემდეგ ისევ ქრება. ეს მხოლოდ მცირე ცვლილებები არ არის.
ბუდას სწავლების თანახმად, ეს არის ხელახალი დაბადება. ყოველ ჯერზე, როდესაც ფსიქიკური ან ფიზიკური მოვლენა წარმოიქმნება, ეს ერთგვარი დაბადებაა და ყოველ ჯერზე, როდესაც ის გადის, ეს ერთგვარი სიკვდილია. ასე რომ, როდესაც ბუდიზმი არასტაბილურობაზე საუბრობს, ანიკა სწორედ ამას ნიშნავს ეს. არაფერი გრძელდება სრული წამითაც კი. და როდესაც ის ამბობს, რომ არ არსებობს ფიქსირებული თვითანადა, ის პირდაპირ მიუთითებს ამ ჭეშმარიტებაზე. როგორ შეიძლება არსებობდეს მხარი, მე შიგნით, როდესაც ყველაფერი, რაც ამ მეს ქმნის, მუდმივად მოძრაობს, იცვლება, ქრება. ამის გაგება არა მხოლოდ ცვლის ჩვენს წარმოდგენას ხელახლა დაბადებაზე. ეს ასევე გვაჩვენებს რაღაც ძალიან ძლიერს, აწმყოს მნიშვნელობას. რადგან თუ ხელახლა დაბადება ხდება წამიდან წამამდე, მაშინ ჩვენს მიერ ამ მომენტში გაკეთებულ არჩევანს აქვს რეალური წონა. თითოეული განზრახვა, თითოეული მოქმედება, რაც არ უნდა პატარა იყოს, აყალიბებს შემდეგ მომენტს. ეს არის კარმა მოძრაობაში. კარმა არა მხოლოდ შემდეგ ცხოვრებას ელოდება შედეგების საჩვენებლად. ის აყალიბებს იმას, თუ ვინ ვხდებით ყოველ ჯერზე, როცა ვლაპარაკობთ, ვფიქრობთ ან მოქმედებთ. ეს ასევე ნიშნავს, რომ გაშვება შესაძლებელი ხდება ახლავე. ჩვენ არ გვჭირდება შორეული მომავლის ლოდინი. თუ თითოეული მომენტი ახალია, თუ წარსული უკვე გაქრა, ჩვენ არ ვართ ხაფანგში. ჩვენ არ ვართ ჩარჩენილები ფიქსირებული ისტორიით ან ფიქსირებული იდენტობით. პროცესი ღია, მოქნილი, ცოცხალი, მაგრამ ეს ჭეშმარიტება მხოლოდ ფილოსოფიური არ არის. ის გულის სიღრმეში რაღაცას ეხება. რადგან როგორც კი დავინახავთ, რომ არაფერი რჩება, ვწყვეტთ ასე მჭიდროდ მიჯაჯვულობას, ვიწყებთ ისეთი ფიქრების მოდუნებას, როგორიცაა. ეს ვარ მე, ან ასე იყო ყოველთვის. ჩვენ ვიწყებთ დარბილებას, რათა ადგილი გამოვთავისუფლდეთ და ამ სივრციდან, ბუდისტური სწავლების მიხედვით, მომენტალური დაბადებისა და სიკვდილის ამგაგების მიხედვით, სიბრძნე იზრდება. ეს ეხმარება გონებას უფრო დიდი სახის ხედვისთვის მომზადებაში. ეს გვაჩვენებს, რომ ის, რასაც სიკვდილის შემდეგ ხელახლა დაბადებას ვუწოდებთ, უბრალოდ იმავე პროცესის გაგრძელებაა, რომელსაც ახლა ვცხოვრობთ, კარმით განპირობებული, მიზეზებით ჩამოყალიბებული, ერთი მომენტიდან მეორეზე მუდმივი ბირთვის გარეშე. და ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ცხოვრებაში ხელახლა დაბადების იდეა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, ძირითადი მექანიკა სულაც არ არის უცნაური. ისინი უკვე ახლა ხდება. როდესაც ამ სიტყვებს უსმენთ, როდესაც თქვენი აზრები მაღლა და ქვევით ადის, როდესაც თქვენი ყურადღება ერთი იდეიდან მეორეზე გადადის, ეს ასევე გვაბრუნებს რაღაც ღრმად ადამიანურთან. ადამიანად დაბადება შემთხვევითი არ არის. ეს იშვიათი შანსია. ბუდამ შეგვახსენა, რომ ეს ადამიანური ცხოვრება განსაკუთრებულია, რადგან ის გვაძლევს ინსტრუმენტებს, რომ ნათლად დავინახოთ. ჩვენ შეგვიძლია რეფლექსია. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ გონებას, შეგვიძლია ვისწავლოთ დჰარმა და შეგვიძლია დავიწყოთ დღესვე მშვიდობისკენ მიმავალი გზის სიარული. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა დაბადების იდეა შეიძლება საიდუმლოდ მოგვეჩვენოს, ნამდვილი საიდუმლო ცოცხალი ხდება ამ სუნთქვაში, ამ აზრში, ამ არჩევანში. და როდესაც ამას ნათლად ვხედავთ, ყველაფერი იწყებს ცვლილებას, არა იმიტომ, რომ რაღაც ახალი ვისწავლეთ, არამედ იმიტომ, რომ დავიწყეთ იმის შემჩნევა, რაც ყოველთვის იყო იქ. ნაკადი, არა ნივთი, პროცესი, არა ადამიანი, შანსი, არა მოგვიანებით, არამედ ახლა. აბა, დღეისთვის სულ ეს იყო. ვიდეოს ბოლოში ჩავედით და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი დაწეროთ, უბრალოდ აკრიფეთ 100. გარდა ამისა, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ხატულაზე დაჯერა, რათა არ გამოტოვოთ ყოველდღიური სასარგებლო ინფორმაციული ვიდეოები. გმადლობთ ყურებისთვის.